სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. წმინდა ათანასე დიდის სიტყვა ქრისტეს შობის შესახებ. წმინდა გრიგოლი ღმრთისმეტყველი ამბობს, თუ გისადმე ათანასე დიდის ალექსანდრიელის სიტყვებს ამოიკითხავ, ფურცელი რომც არ ქონდეს, ანუ გრაგნილი, სამოსელი გაიხადე და იქ დაწერე მისი სიტყვებიო, იმდენად დიდი პიროვნება იყო ათანასე ალექსანდრიელი. ადამიანებს ნანახი მოსმენილზე მეტად სწამთ და რასაც დაინახავენ, იმას იჯერებენ, რასაც არ ხედავენ, იმაში ეჭვდებიან. სწორედ ამიტომ ქრისტემ ხილულად და ხორციელად მოსვლა აიღო თავის თავზე, იმისთვის რომ ამ ურწმუნოთა ორგულობა გაეცამტვერებინა. როგორც ხურო რამე მასალისგან გააკეთებს ხოლმე უაღრესად გამოსადეგ ჭურჭელს, ასევე იპოვა ქრისტემ ქალწულის წმინდა სული და სხეული და საკუთარი თავისთვის მისგან განსულიერებული ტაძარი შექმნა, ისეთი როგორიც თავად სურდა. ამ ქალწულის არსებაში კაცი დაბადა, შეიმოსა ეს კაცი და გამოვიდა მისგან. სულიერი კაცი შეიმოსა უფალმა, რათა ამ შეერთებით ეშმაკთან ერთობის ჩვეულება გააშოროს. სწორედ ამიტომ განკაცდა იგი. უბრალოდ ადამიანად კი არ იქცა, სწორედ ღმერთი განკაცდა, რადგანაც ეს მოჩვენებითი ქორწინებით იყო დაფარული. მრავალმა ადამიანმა ტყუილი დაიჯერა, სინამდვილეში კი ქალწულისაგან დაიბადა და როდესაც დაიბადა, ის საშო იმგვარივე დარჩა, რაც შობამდე იყო, რათა ეს სასაულებრივი შობა უდიდესი სარწმუნოების საწინდარი ყოფილიყო. ახლა ავდგეთ და სიხარულით ვიდღესასწაულოთ. ახლა ავდგეთ და შევიკრიბოთ, რადგან განსაკუთრებულია ეს დღესასწაული, ისევე როგორც დიდებულია მისი შობის შესახებ თქმული, რადგანაც დღეს დიდი ხნის საკვრელები გაიხსნა, მაბეზღარი შერცხვა, ეშმაკები გარბიან, სიკვდილი დაირღვა, სამოთხე გაიღო, წყევა განქარდა, ცოდვა გაგვშორდა, საცტური განიდევნა, ჭეშმარიტება დაბრუნდა და ღვთისმსახურების სიტყვები მოეფინა ყველაფერს. ზეციური ცხოვრება მიწაზე დაინერგა, ადამიანები ანგელოზებს დაუკავშირდნენ და ანგელოზებთან ერთად უშიშრად ღაღადებენ. რატომ? იმიტომ რომ ღმერთი მიწაზე ჩამოვიდა, კაცი ზეცა დავიდა და ეს ყოველივე ერთდროულად მოხდა. რადგანაც მოვიდა მიწაზე და ყოველივე ეს იყო ზეცაში და ყოველივე ეს მიწაზეც იყო. ანუ ღმერთი ყველგან მყოფია. ღმერთი იყო და განკაცდა და თავისი ღმერთობა არ უარუყია. ვნების არ მქონეს სიტყვა იყო და ხორცი შეისხა. რადგანაც ღმერთად მერე კი არ ქცეულა, არამედ თავიდანვე იყო. განხორციელდა იგი, ვისაც ცაცკი ვერ იტევს, დღეს ბაგაში დაეტია. და მან ვინც ყველა ყრმას ასაზრდოებს, ქალწულისაგან საზრდელი მიიღო. რაღა უნდა ვთქვა, ანდა რა მაქვს სათქმელი, ყრმა სახვევებშია შეხვეული და ბაგაში წევს და მასთანა მარიამი, მისი დედა და იოსებიც, რომელიც მამად იწოდება. ეს მამაკაცად იწოდება და ის კი დედაკაცად. მათ სიტყვით ჰქვიათ მეუღლეები და არა საქმით. იოსებმა ითხოვა იგი და სულიწმინდა ფარავდა მას. იოსების ცოლი არ ყოფილა ქალწული და არც ის იცოდა რა ეწოდებინა მისთვის. მრუშობა დაეწამებინა, ეს არ იკადრა, რადგანაც მართალი კაცი იყო და გმობის სიტყვის თქმა ვერ გაბედა წმინდა ქალწულზე.
ახალშობილი შვილად ეღიარებინა, ვერ გაბედავდა, ვინაიდან კარგად იცოდა თუ როგორ იშვა ის ყრმა. რადგანაც ამ საოცარ საქმეს ვერაფრით მიხვდებოდა, სწორედ ამიტომ ზეციდან ანგელოზის პირით ეცხადება სიმართლე. იგი მოდის და ეუბნება მას, ნუ გეშინია იოსებ, რადგანაც ვინც მისგან უნდა იშვას, წმინდა ეწოდება მას. ძე მაღლისა. ეს იმას ნიშნავს, რომ სული წმინდა იქნება ქალწულის მფარველი. ახლა რატომაა, რომ ქალწულისაგან იშობა და ქალწულებას უბიწოდ ინარჩუნებს, რადგანაც პირველი ქალწული ევა ეშმაკმა აცდუნა. ამიტომ ქალწულ მარიამს გაბრიელი ახარებს. ევა შეცდა და სიკვდილის მომტანი სიტყვა შვა. სიხარული ეხარა მარიამს და ჩვენთვის მარადიული ცხოვრების მომნიჭებელი სიტყვა ხორციელად შვა. ევას სიტყვამ დაგვანახა ხე, რომელმაც 64-დან გამოდევნა ადამი. ხოლო წმინდა ქალწულის სიტყვამ ჯვარი დაგვანახა, რომლის მიერ ადამის ნაცვლად ავაზაკი შეიყვანა 64-ში. რადგანაც არ ირწმუნეს არც ურიებმა, არც წარმართებმა, არც მწვალებელთა მოდგმამ, რადგანაც ღმერთმა უვნებოდა წმინდად შვა იგი, ამიტომ დღეს ვნებული ადამიანური ხორცისგან გამოვიდა და თავისი უვნებლობით ვნებული ხორცი დაიცვა, რათა დაგვანახოს, როგორც იგი იშვა ქალწულისაგან და არ გააუქმა ქალწულება, ეგრეცა ღმერთი უვნებლად და შეუცვლელად დარჩა წმინდა, რადგანაც ღმერთმა ღვთივშვენიერად შვა ღმერთი. ადამიანებმა კი დატოვეს იგი და კერპად კაცის სახის მქონე კერპი გამოთალეს, რომელსაც მათი დამბადებელი ღმერთი საგინებლად ემსახურებოდნენ. ამიტომ მოხდა, რომ ღვთის სიტყვა კაცის სახით მოვიდა, რათა ეს საცდური გააქაროს და საიდუმლოდ კვლავ თავისი მსახურებისკენ მოაქციოს ადამიანები. რადგანაც არ ირწმუნეს წარმართებმა, არც ურიებმა, არც მწვალებელთა მოდგმამ, რომ ღმერთმა იგი უვნებოდ და წმინდად შვა, ამიტომ ვნებული ხორციდან მოვიდა და უვნებლობა დაიცვა. ამიტომ ვცემთ თაყვანს წმინდა მარიამისგან, შობილ იესო ქრისტეს, ჩვენს ღმერთს, რომელსაც შეშვენის ჩვენგან დიდება და პატივი, მამასთან და სული წმინდასთან ერთად, ყოველთვის და მარადიულად. ამინ. არაეკლესიური ადამიანისათვის ძალიან რთულია ჩაწოდეს აი ამ განგებულებას. ილია მინიატისი სვავს ასეთ კითხვას: ნუ თუ არ შეეძლო ღმერთს, ადამიანთა მოდგმა ისევ შეიყვანა 64-ში, განკაცების გარეშე, ქრისტეს შობის, ჯვარცმისა და აღდგომის გარეშე. როგორ არ შეეძლო? იქვე პასუხობს: მის ნებას ვინ აღუდგება წინ, რადგანაც უხილავი და ხილული სამყარო მისი შექმნილია. ათანასე დიდი პასუხობსო ამაზე: მას კი შეეძლო, რომ მიეტევებინა ეს ცოდვა და შეეყვანა 64-ში, მაგრამ ჩვენ გვეცოდინებოდა მისი უკიდურესი ძლიერება, ხოლო მისი უკიდურესი სიკეთეს ვერასდროს ვერ გაიგებდა ადამიანი. ანუ რადგანაც ჩვენთვის მოვიდა და ჩვენი სიყვარულისთვის ჩვენს გამო ამდენი რამე მოითმინა, დაითმინა, აღასრულა. აქედან გამომდინარე, ჩვენი გაქვავებული გულების საფუძველი აქვს ჩვენს გულებს, რომ ცოტა მაინც დაფიქრდეს ამაზე, თუ რა აღესრულება, ცოტა მაინც მოულბეს ადამიანს ეს გაქვავებული გული და ოდნავ მაინც
თანა უგრძნოს მაცხოვარს, რომელმაც ჩვენს გამო ჯვარს ეცვა. აქედან გამომდინარე, ის პატივი, რომელიც ჩვენ მოგვაგო და ის ვალი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ღმერთკაცის მიმართ, ეს არის უკიდეგანო, ამას ჩვენ ვერაზოს ვერ გადავეხდით. ქრისტეს სისხლით ვართ გამოსყიდულები, როგორც პავლე მოციქული ამბობს და ამიტომ საკუთარ თავებს ჩვენ უკვე აღარ ვეკუთვნით. ჩვენ ვეკუთვნით ღმერთს, მისი მოვალეები ვართ. ამიტომ ერთადერთი ჩვენი ვალდებულება ეს არის მისი მცნებების დაცვა და ჩვენი ცხოვრების წესით მისი დიდება. ადამიანის მოვალეობა არის ღმერთის დიდება, განდიდება, თუმცა ღმერთს ეს არ ჭირდება. ის ისედაც დიდებულია, მაგრამ ღმერთის დიდება ჩვენთვის არის საჭირო, რომ ჩვენც ვიყოთ პატივში. რადგანაც თუ ცხვარი იმყოფება მწყემსთან, ის რა თქმა უნდა კარგად გზნობს თავს, რადგანაც მწყემსი კეთილი ზრუნავს მასზე. მწყემსი კეთილი, რომელმაც საკუთარი თავი დადო ცხოვართათვის და ამითი დაამტკიცა, რომ იგია ნამდვილად მწყემსი კეთილი. ამიტომ ერთადერთი ვალდებულება, რაც გაგვაჩნია, ეს არის დავიცვათ მისი მცნებები და ვადიდოთ ასე ერთობლივად ქრისტე ღმერთი ჩვენი, რომელიც დღეს იშვა. წმინდა ნიკოლოზ სერბი ესე ულოცავს ქრისტიანებს, სერბებს, ქრისტე იშვა. არსებობს ესეთი ქრისტე აღდგა გამოთქმა და ასევე არსებობს ქრისტე იშვა და ნამდვილად ჭეშმარიტად იშვა ქრისტე. დღევანდელ დღეს იგი გამოიყურება როგორც უსუსური, როგორც ჩვილი, რომელიც დედის რძით იკვებება, თუმცა იგი კვებავს ყველას. წარმოიდგინეთ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საზრდელი გვაცოცხლებს ჩვენ. მაგრამ ასეა ნამდვილად. როდესაც ნათლისღების შემდეგ ეშმაკმა მოუწყო გამოცდა მაცხოვარს, 40 დღე იმარხულა. მარტო ჩვენ არ მარხულობთ. მარხვა იყო ძველაღთქმაში, მარხვა დაიცვა უფალმაც და ასევე მარხულობდნენ მოციქულებიც. და როდესაც შეემშია, ანუ მოშივდა უფალს, მაშინ უთხრა ბოროტმა სულმა, თქვი რომ ეს ქვები პურად გადაიქცეს. ანუ ქვა კი არა ერთი, არამედ ქვები. ანუ აქ არის საუბარი სიხარბეზე. ანუ ბოროტი რისი ბოროტია თუ ადამიანი არაცდუნა. ამიტომ უფალი პასუხობს, არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ სიტყვითა უფლისათა. ანუ პურით კი არ ცოცხლობს ადამიანი, არამედ ღვთის სიტყვით. სწორედ ღვთის სიტყვა აძლევს ძალას თითოეულ პროდუქტს, რომ ჩვენ ფეხზე ვიდგეთ და სხეულმა იარსებოს. ამიტომ ღვთის სიტყვით შეიქმნა სამყარო, ღვთის სიტყვით ჩვენ ვდგავართ ფეხზე და ღმერთის მადლით დღეს ვიმყოფებით ტაძარში და გვაქვს ბედნიერება, რომ აი ამ მიწიერ სამოთხეში დღეს ჩვენ ეს დიდი სიხარულის თანაზიარობა გვქონდეს ღმერთთან და ერთმანეთთან. სწორედ ეს დიდი საიდუმლო, რომელიც არის წმინდა ზიარებისა, სწორედ ამაში მდგომარეობს. ღმერთთან შეერთება და ერთმანეთთან გაერთიანება. ამიტომ ეკლესია ჩვენი დედა არის. როგორც ჩვილი ბავშვი დედის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია და დედის გარეშე იგი საფრთხეში იმყოფება, რადგანაც დაუცველია, მშიერია, წყურვალია. რაც არ უნდა მეზობელმა გამოკვებოს, ის მაინც მშიერი დარჩება, იმიტომ რომ დედის გარეშე ჩვილის ცხოვრება წარმოუდგენელი რამ არის. ასევე კვიპრიანე კართაგენელი ამბობს, წმინდა ეპისკოპოსი,
ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, იმისთვის არც ღმერთი არ არის მამა. ამიტომ დედასავით თუ არ გიყვარს ეკლესია, დედასავით თუ არ გინდა მასთან ჩახუტება, მასთან ყოფნა, რა თქმა უნდა, არც ღმერთი არ იქნება შენთვის მამა. ეს არის ჩვენი ხილული მდგომარეობა, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს მდგომარეობას, სად ვიმყოფებით, რომელ განზომილებაში, რა მდგომარეობაში. ამიტომ ხარ ეკლესიაში, ხარ ღმერთთან ახლოს. არ ხარ ეკლესიაში, არ ხარ ღმერთთან ახლოს. და ქრისტეს შობასაც ვერ იზეიმებ, როგორც ეგების მას, არა მხოლოდ ქრისტეს შობას, არამედ არც აღდგომა იქნება შენთვის სასიხარულო, არამედ შენთვის მხოლოდ იქნება ერთი ხაზი, რომელიც გადის კუჭზე. ანუ მხოლოდ ცდილობ დღესასწაული აღნიშნო პურმარილით. კუჭი ამოივსო და მხოლოდ ეს სიხარული მიანიჭო სხეულს და არა სულს. და ქრისტიანები განსხვავებით გამიწიერებული ადამიანებისაგან ჩვენ ვზეიმობთ უპირველეს ყოვლისა სულიერად, სულიერ საზრდოს ღებულობთ და რადგანაც სული და სხეული განუყრელია და ერთად იმყოფება სანამ ცოცხლები ვართ, ამიტომ სხეულსაც ვასაზრდოებთ და აი ამ სიხარულსაც ვანიჭებთ მას, რომელიც გამოიხატება, როგორც მე ფსალმუნი ამბობს, ღვინო ახარებს გულსა კაცისასა. აუცილებელი არის საზრდელიც და აუცილებელია საზრდელი, მაგრამ ზომიერების ფარგლებში. უზომობის დროს ადამიანი არა მარტო სხეულებრივად მძიმდება, არამედ მისი სულიც მძიმდება, რადგანაც შეერთებულები ვართ ერთმანეთთან. სხეული როდესაც სცოდავს, სულიც იბილწება, რადგანაც მასთან იმყოფება. ამიტომ მადლობა უთხრათ ღმერთს, ვინც იმარხულა, ვინც ვერ იმარხულა. ღმერთი განვადიდოთ და შემდეგი წლისთვის მაინც მოვემზადოთ, რომ ერთი წელი, რომელსაც ღმერთი გვაჩუქებს, ეს ზვირფასი წუთები ჩვენთვის გამოვიყენოთ სულის განწმენდისათვის. იმიტომ რომ ჩვენ დროში ვიმყოფებით. აი ამ დღევანდელ დღეს ვეღარ დააბრუნებ. აი რაც უკვე წარმოვთქვი, ამ სიტყვას ვეღარ დააბრუნებ. კაი არა. ახალი სიტყვა მოდის, ახალი დრო მოდის, ახალი წამები მოდის. და ჩვენ უახლოვდებით სიკვდილს. დრო გვაკლდება. ჩვენ ვზეიმობთ ახალ წელს და გვიხარია, მაგრამ რა გვიხარია, ჩვენ თვითონაც არ ვიცით. რა გვახარებს? როგორც ილია მართალი ამბობს ჭავჭავაძე, ძველის წასვლა თუ ახალის მოსვლა, ან ერთში რა ყრია, ან მეორეში რა ყრიაო. ანუ ერთი წლით მიუახლოვდი სიკვდილს და ამაზე არ ფიქრობ. არამედ ხარ გახარებული, მაგრამ როდესაც ქრისტე იშვა, ხსნელი, რომელსაც შეუძლია შენთვის ბედნიერება მოიტანოს, შენ გაგათავისუფლოს ამ ტყვეობიდან. აი ამაზე ბევრი ადამიანი ნაკლებად ხარობს, ნაკლებად ფიქრობს, მაგრამ ახალი წელი უპირატესად მაინც მიაჩნია, რატომ? იმიტომ რომ მიწიერი ადამიანისათვის მიწიერი დღესასწაულებთან თანხვედრა არის. და ამიტომ მსგავსე ძებსო ნათქვამია და იგი პოულობს და ახარებს ეს, მაგრამ სულიერად ცხოვრები ადამიანისათვის ახალი წელი მხოლოდ დროის ერთეულია, არაფრის მთქმელია და შობა არის დღესასწაული მისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ და გილოცავთ დღევანდელ დღეს. ღმერთი დაბადებული იყოს ასევე ჩვენს გულებში, ღმერთი შემოსული იყოს ჩვენს გულებში და ამისათვის საჭიროა სიმდაბლე, რწმენა და სიყვარული და კაკუნის ხმა გაგვეგოს. ყოველთვის უკაკუნებს ღმერთი ჩვენს გულის კარებზე,
მაგრამ ჩვენ ვართ სასტიკები და არ უღებთ კარებს. ამიტომ კაკუნის ხმა უნდა გესმოდეს ჯერ, რომ გაუღო და კარებს რო გაუღებ, აუცილებლად უნდა იყოს სუფთა გული, რომ შემოვიდეს უფალი. წინააღმდეგ შემთხვევაში რაც არ უნდა ეზიარო, უფალი შემოდის და გადის. როგორც ამბობს წმინდა ერთ-ერთი წმინდა მამა, ათონელი წმინდა მამა. ღმერთმა